იესოს ლოცვა ორნაირია, წმინდანებისთვის და ცოდვილებისთვის. წმინდანებისთვის როგორია იესოს ლოცვა, როგორ ლოცულობენ? ვიცით კაცო, გადავშალეთ წიგნი და წავიკითხეთ. მაგრამ ცოდვილები რა მდგომარეობაში ვარ და ცოდვილები როგორ მივიდეთ, აი როგორ ვიპოვოთ ის ბილიკი, რომ სწორ რელსებზე დავდგეთ. ესაა პრობლემა. წმინდანებს რა ენაღლება, ცადაცაც უპეველში არიან უკვე. ჩვენ ვიკითხოთ კაცო. ერთ-ერთმა წმინდანმა გააგზავნა თავისი მორჩილი ახლად ნაკურთხი ბერი სალოსთან. ხო და ესაო მიდიოდა გასწავლისო იესოს ლოცვასო, ჩემი სახელი უხსენეო, მივიდა ასწავლა, მობრუნდა ახლა ეს ბერი და წმინდა მამა აყოლებს რა გასწავლა ერთი მოყევია. ხო და უყურებს ახლა უსმენს ამ ახალგაზრდა ბერს და რო დაამთავრა სალოსის სახსნილი იესოს ლოცვა. არა შვილო, მაგი ჩვენ არ გამოგვადგება. კიდე ჩვენი უბრალო მეთოდით წავიდეთ ჯობიაო, რატომოდა? მაგას რა ენაღლება, აი ცათასას უგველშია უკვე ჩვენ ვიკითხოთ, მაგერო ბრძოლის ვაზე რომ გავართო დედამიწაზე ამ ტვერშიო და ნაცარშიო რომ ამოსრულები ვართო. დაანებე მაგას თავი. ხო და ეს მომეწონა ეს მომენტი, რომ თვითონ წმინდა მამაც როგორ ესე იგი სიღრმისეულად უყურებს ჩვენს მდგომარეობას, სად ვარ ეხლა და რა მდგომარეობაში ვარ და რამდენად სწორად მივდივართ იმ ბილიკისკენ, ხო? შესაბამისად, იმისათვის რომ გავიაზროთ იესოს ლოცვა ცოდვილებმა, ხო? პროფესიონალი ცოდვილი ვარ ახლა, მე საიდან ვიცი, მე თვითონ ცოდვილი თუ არ ვარ, ხო? და შესაბამისად, რო უყურებ ჩემ თავს, მივხვდი რომ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი რატომ დაეცა ლუციფერი, აი ამის გააზრება არის საჭირო. ეს დამჭირდა მე და იმიტომ ვიყურებთ ახლა თქვენ. ხო და ლუციფერმა რა ქნა? ლუციფერმა მოინდომა ესე იგი იმაზე მეტი ბედნიერება, ვიდრე მას ღვთის სამართლიდან გამომდინარე დამსახურებული ქონდა. ცოტა ქონდა? ცოტა ბედნიერება ქონდა? მეტი მოინდომა. ესე იგი ბედნიერებაზე ოცნებამ ესე იგი სისკრის ვარსკვლავის სატანად აქცია და ბედნიერებაზე ოცნებამ და შემეცნებაზე ოცნებამ ადამი და ევა ედემის ბაღიდან გამოაგდო. აი, ბედნიერებაზე ოცნება და შესაბამისად, ეს მარცვალი რომ ვიპოვე ბედნიერებაზე ოცნება, მივხვდი რომ ამაშია ძაღლის თავი და მარხული. აქაა საიდუმლოება. ავიღე რვეული, თაბახის ფურცელი შეგიძლიათ აიღოთ, თუ გაქვთ საშუალება, საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნება, რვეული უფრო იაფია. რვეულსაც გააჩინე. ავიღე რვეული, დავწერე ბედნიერებაზე ოცნება. დავხატე მსუქანი წერტილი და დავიწყე ფიქრი, რაზე ოცნებობ. და რითი ვყავარ გამოჭერილი, რითი მომიგო ვაჭრობაში, მასტურმა. ხო და ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ ახლა. ნუ მაგალითი შემიძლია გითხრათ ახლა მაგ ახლა ყველას მსგავსი აზრები გვაქვს, მეტნაკლებად, ხო, თქვათ. დღეს ყველა ერთადაც ცალ-ცალკე ვირჩობით ვალებში. ხო და პირველი ოცნება რა არის, რომ საკუთარი ვალების და ახლობლების და შინაურების ვალების გადახდის საშუალებაზე და ამით რა ბედნიერებას მოგვანიჭებს, ხო, ეს აქციელი ამაზე ოცნებობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ახლა ყველთან სვამ ამ წერტილებს და სვამ და ესე იგი, რამდენნაირი ბედნიერებაზე ოცნებობ და რო გადავხედე წერტილების რაოდენობას, დათვალსაც არ ქონდა აზრი და ამაზე დაფიქრების გარეშე დგებოდი ხატების წინაშე, ვეწერდი პირჯვარს, თვითკმაყოფილის სახით და ვიწყებდი იესოს ლოცვას და 1 2 3 1 2 3 და წავედი ბედნიერებაზე ოცნებებში. სადა იესოს ლოცვა? სხეული დგას ლეშივი და მე ჩემს ბედნიერებაში ვარ ჩაფლული და ვინი ლოცოს? ხო? სოფლის შენებას რა უნდა ავდა? ერთი კაი სიმღერა უნდა ავდა. სიმღერა კი უნდა შეიძლება, მაგრამ უნდა იშრომო და თან უნდა იმღერო კი ბატონო, ხო? ნაჩი რომ მუშაობენ, მღერიან, მაგრამ კი არ მღერიან, მუშაობენ და მღერიან. ჭირსაშინაო ლოცულობდითო და ხინსაშინა გიგალობდითო და ახლა რომელ მდგომარეობაში ვართ იმის და მიხედვით ვიმუშაოთ, ანუ ვილოცო და თან უგალობოთ. ანუ ორი ყურადღება, ერთი ყურადღება, რომელიც საქმეს გაკეთებინებს და მეორე ყურადღება, რომელიც ზედამხედველობს ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ აი ამ ლოცვას ჩვენივე მეორე ყურადღების ზედამხედველად დადგინება ჭირდება, მაკონტროლებელი. ხო, აი აქედან უნდა შევხედოთ ჩვენ თავს და დასაფიქრებელია აი ეს ბედნიერების ოცნება უდრის და ამით დაგემშვიდობებით ახლა არ მოკლე ვიდეო მიდოდა ჩამეწერა. ბედნიერებაზე ოცნება უდრის მატერიალისტობას. ანდრია კესარიელის ესე იგი განმარტებებში ავერკი ტაუშევმა დაასკვნა, რომ თუ ადამიანიო მატერიალისტიაო და ღორივითო ღრუტუნებსო და ესე იგი სულ ცხვირით იქვექებაო და
მატერიალურზეა მიჯაჭულიო, ხორს არ შეუულია თავისაცევა და ის ვერ ხედავს ეცასო და შესაბამისად ამ ბედნიერებაზე ოცნები და ამ მატერიალიზმით ზეცისკენ ვეღარ ვიხედები და შესაბამისად ვევლოსულობ და ერთსაც გეტყვით რა და რო ჩავიხედე და რომ მივხვდი რამდენი წერტილი იყო, ხო? დასმული, ესე წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ქალაქის ბოლოში ახლა რო ჩავიდე ნაგავსაყრელზე და ესაა ჩემი გული და სად ვეპატიჟები უფალს ნაგავსაყრელზე. ხო და პატარა მოწესრიგება არის, ესე იგი, ხო, ჩემი სულიერი მდგომარეობის საჭირო სანამ მოვიპატიჟებ უფალს და ამიტომ დავჯექი, დავიღე პასტა და ფურცელი, რვეული და თაბახის ფურცელი პირობითად, კალამი და დავსვი წერტილები. და ახლა უკვე დაასვნა. წარმოიდგინე ახლა მიყავია ეს ფურცელი, ხო, დავიჩოქე და გამოდის რომ საოკუპაციო ჯარია შემოსული ჩემს გულში. საქართველო ოკუპირებულიაო და მე ვარ ოკუპირებული, აგერ ჩემი ბედნიერების ოცნების წერტილებით და ფაქტიურად ლეგიონი დგას, ირგვლივ და ესე იგი ღმერთო შემეწია მეთქი, რატოა დასაწყისი ლოცვები საჭირო? აი ამ მდგომარეობის წინაშე რომ გაიაზრო და იწყება ბრძოლა და ამის გააზრების გარეშე პირდაპირ რო დავიწყებთ იმას რა ქვია, კრემანჭულივით იესოს ლოცვას მიგვასხვევიებს twins კედელზე და ხო, ბრძოლა იწყება უკვე როგორ იცი, გასანადგურებელი და მე გახედვა აღარ გვინდა იესოს ლოცვისკენ. ამ ბილიკის გაკაფუაზეა საუბარი, თორე წმინდანებს აენაღლება, იგენის ესაში არიანი. ამ ბილიკის გაკაფუაზე არის სინამდვილეში საუბარი და წერტილი. იმიტომ და რაღაცების მოყოლება ძალიან გამიგზავნება და ამ ეტაპზე ამით დაგემშვიდობებით უბრალოდ გაგიზიარეთ. აი ეს მდგომარეობა მარიამობის მარხვაში. ღვთის სიყვარული სადიდებელად ღვთისა, მადლობა ყურადღებისთვის.